სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ მეოთხე სასამართლო პროცესიც, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო, მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გადადო და შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ დღეს საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული 4-ვე პროცესი, სადაც მოქალაქეებს ასამართლებდნენ, პროტესტანტებს ასამართლებდნენ რუსთაველზე ტროტუარზე დგომის გამო მოსამართლე სანქცირებულმა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ერთი და იგივე მიზეზით გადადო არასაკმარისი მტკიცებულებების გამო და როგორც ჩანს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ მოიტანა ვერც ერთი ვიდეო მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, იმ ბრალდების დასადასტურებლად, რომელსაც ისინი უყენებდნენ პროტესტის და აქციის მონაწილეებს, არადა დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე სწორედ ეს მტკიცებულებები უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი და წინა სასამართლო პროცესები სწორედ ამ მიზეზით გადადო მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ. შესაბამისად, აქციის მონაწილეები, პროტესტის მონაწილეები და მათი უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს საქმე იმდენად აბსურდულია, რომ თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც კი ვერ პოულობენ იმ ვიდეო მტკიცებულებებს, რომელიც მათ ბრალეულობას აღნიშნულ საკითხზე და აღნიშნულ საქმეში დაადასტურებს და სწორედ ეს მტკიცებულებები შესაბამისად ვერ წარმოადგენს დღევანდელ სასამართლო პროცესზე. გადავიდო ისევ პროცესი 26 იანვარს რეალურად მიზეზი ისევე როგორც პროცესი არის აბსურდული. მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ვიდეო მტკიცებულებები არ იყო ერთნაირად ჩაწერილი დისკებზე, ანუ ჩვენაც გადმოგცეს მხარეს და მათ მოსამართლისთვის რაც ხონდათ გადაცემული, იქ არ ემთხვეოდა ვიდეო მასალა. დიდი ალბათობით არის გაჭიანურებას ვადევნებთ ხა ჩვენ თვალს, თუ შემდეგ პროცესი რომელიც ახლა მიმდინარეობს, შემდეგი მოქალაქის თუ ისიც გადაიდება, გასაგებია რომ ჯერ არ უნდათ გადაწყვეტილებების მიღება და გამოტანა განაჩენის. სამართლებრივ პრობლემებთან ერთად ტექნიკური პრობლემებიც გვაქვს, დაწყებული შუქის გათიშვით, დამთავრებული იმით, რომ დისკები უბრალოდ არ ირთვებოდა და ასე შემდეგ. საბოლოოდ სხდომა გადაიდო ყველაზე აბსურდული მიზეზით, რაც კი ამდენი წლის განმავლობაში ამ სასამართლოში მომისმენია. ორ დისკზე არ ეწერა ერთი და იგივე მოცულობის მტკიცებულებები. შესაძლოა ამტკიცებდა, რომ ეწერა და სასამართლო მტკიცებდა, რომ არ ეწერა. ეს უფრო ტოვებს ასოციაციას, რომ არ აქვთ მიღებული საბოლოოდ შეთანხმებული გადაწყვეტილება, რას იზამენ. გაუმდინარე იქედან, რომ მათ კარგად ესმით სიმძიმე ტროტუარზე დაპატიმრებული ადამიანების დადგენილებებზე ხელმოწერის. რასაც უყურებთ, ეს არის ამოცანა, რომ უბრალოდ პროტესტიას გაქრეს და გიორგის შემთხვევაში აბსურდული იყო მთლიანი. პირველ პროცესზე წარმოქმნილი რაღაცა ვიდეო მასალები, რომელიც სუსხად დავათვალიერეთ, ვერაფერს ვერ ხედავთ გარდა იმისა, რომ ადამიანი დგას ტროტუარზე და დღესაც ხდომა გადაიდო იმ მოტივით, რომ რაღაცა სხვა დისკზე იყო სხვა რაოდენობის ვიდეოები ჩაწერილი. სამწუხაროდ იმას უყვართ, რომ ეს არაკონსტიტუციური ცვლილებების კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანი და არასწორი ინტერპრეტაცია ხდება. არასაკმარისი ვიდეო მტკიცებულებების გამო უკვე მეორეჯერ გადადებული საქმეები 26 იანვარს არის ამჯერად ჩანიშნული და შესაბამისად მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ სწორედ 26 იანვარს უნდა გააგრძელოს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. მსჯელობა და ახლა საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, ან წარმოადგენს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო მტკიცებულებებს და რა იქნება უკვე მოსამართლის გადაწყვეტილება, გაუშვებს თუ არა ამ ადამიანებს 15 დღით პატიმრობაში, თუ მათ წინააღმდეგ საქმე საერთოდ შეწყვეტს.